ავტოსადილერო ბიზნესი განადგურების პირასაა ქართული ოცნების მიერ გამბაჟების ტარიფების გაძვირებამ, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სექტორი კრახის წინაშე დააყენა. მკვეთრადაა შემცირებული ავტომანქანების იმპორტისა და ექსპორტიც. დილერების დიდმა ნაწილმა კი მუშაობა უკვე შეწყვიტა. Სავალალო მდგომარეობაა ნამდვილად, უმეტეს აი ამ კანონის მიღების შემდეგ ნამდვილად შემცირდა მანქანების იმპორტიც, ასევე ექსპორტიც. მე მაგალითად დღესობით თავს ვიკავებ ყიდისგან, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვიცი რა ვიყიდო რა, გამომდინარე ბაზარზე მოთხოვნა რა არის, ვერ გავიგე ჯერ. ჩემს გარშემო არ არის აქტიურობა. აქტიურად ისენიც გაჩერდნენ, არ უყიდიათ არაფერი. რაც ყავდათ, აი მეც ახლა ამოვყიდა, გავყიდე ბოლოს რამე 1 კვირის წინ 4 თვე მეყენა მანქანა ვერ გავყიდე და აი ბოლოს 1 თვის წინ 1-2 კვირის წინ რაღაცნაირად გავყიდე რა და ჯერჯერობით თავს ვიკავ. გამბაჟების გახუთმაგებული გადასახადი 1 აპრილიდან ამოქმედდა, მას შემდეგ კონკრეტულად აპრილში 22%-ით ნაკლები ავტომობილი შემოვიდა. მაისში კი კლებამ უკვე 33%-ს მიაღწია და ეს იმ დროს, როცა საბაჟო სივრცეში ჯერ ისევ გაძვირებამდე შეძენილი მანქანები შემოდის. დილერები ამბობენ, რომ მისი ამოწურვის შემდეგ იმპორტიც და გაყიდვებიც უფრო შემცირდება. წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო ამ მარტივი. და გამოვიდა ის, რომ დაემატა ეს გადაწყვეტილებაც, რაც პარლამენტმა მიიღო აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით. ამან კიდევ უფრო მოკლა ბაზარი პრაქტიკულად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სადღაც 40-დან 60%-მდე ვაჭრობა შეუმცირდათ კომპანიებს, უფრო მეტი ასე ვთქვათ, ბაზრიდან გავიდა ამ შემთხვევაში დილერი და ფაქტიურად მუშაობა არ არის და ეს უკვე მომსახურების სააგენტოს სერვისებსაც დაეთქვათ. იმპორტთან ერთად აპრილ-მაისში თითქმის 20%-ით შემცირდა ექსპორტიც. გამბაჟების გაძვირებამ ქართულ დილერებს რისკები მნიშვნელოვნად გაუზარდა. შედეგად მათ ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ. ქვეყანა კი სწრაფად კარგავს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ავტოექსპორტის ჰაბის ფუნქციას. ქართველი ფიზიკურად არ წამოიყვანს, რადგან თუ დაუშვათ შუა აზიის ქვეყანას არ გაყავდა მანქანა, ბაჟდებოდა აქ, ან იშლებოდა, ან რაღაცა, მოკლედ აქვე ხდებოდა რა მანქანების რეალიზაცია, ესე ვთქვა და ეხლა ფიზიკურად იმხელა გამბაჟება არის, რომ არ წამოიყვან რა მანქანას, რა არ გაურისკავრო, რომ ვერ გაყიდო დაუშვათ შუა აზიის ნებისმიერ ქვეყანაზე ეს მანქანა უნდა შეგრჩეს, ვერც განაბაჟებ და რა უნდა უყო, ხო, აქედან გამომდინარე აღარ მოყავ. ის ხუზე პირდაპირ წის მაგაც ის ხუზე ასყავს. წყალს თვითონ ჩამოიყვანენ, თვითონ აკეთებენ ისედაც ყველაფერს. ჩემ ტერიტორიას ამ შემთხვევაში უცხოელი ავტობიზნესი მოდი ასე ვთქვათ, იყენებს მხოლოდ როგორც ტრანზიტად, უმნიშვნელო ფუნქცია, რომელიც არაფერს არ ატოვებს არც ეკონომიკისთვის და არც სუბიექტებისთვის კიდევ ყოველდღიურად ნაკლებს და ნაკლებს მოდის. ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულმა ოცნებამ ისედაც წნეხის ქვეშ მყოფ სექტორს გაუაზრებელი გადაწყვეტილებით ძირი გამოუთხარა. კლავს დარგს, რომელიც ათასობით ადამიანს ასაქმებს და ეკონომიკაში დამატებულ ღირებულებას ქმნის. ეს არის კარგი кейსი არაკომპეტენტურობის, ანგარიშვალდებულების დაკარგვის აბსოლუტურად და იმის თუ რამდენად მავნებელი შეიძლება იყოს თუნდაც უნებლიე შეცდომა, რომლის მიზანი შეიძლება ყოფილიყო მიკრო დონეზე ქართული ოცნების დამფინანსებლის, ახალი მანქანების იმპორტის წახალისება, მაგრამ ამან დააზარალა მთლიანი ეკოსისტემა, რომელიც აწყობილი საათივით მუშაობდა. ავტომანქანების რეექსპორტით წლების განმავლობაში ქვეყანა დიდ შემოსავალს იღებდა. 2025 წელს კი რეექსპორტმა $3 მილიარდ მიაღწია. თუ კი ოცნება გადაწყვეტილებას არ გადახედავს, საქართველოს დაკარგავს არა მხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან საექსპორტო სექტორს, არამედ იმ კონკრეტულ უპირატესობასაც, რომლის შექმნასაც წლები დასჭირდა და რეგიონული ავტოჰაბიდან ქვეყანა მხოლოდ სატრანზიტო დერეფნად გადაიქცევა.